მზარდი მოხმარების, განახლებადი ენერგიის მნიშვნელობისა და ახალი ტექნოლოგიების ფონზე საქართველოს სულ უფრო აქტიურად ცდილობს საკუთარი ენერგოპოტენციალის ათვისებას და ენერგოსაფრთხოების გაძლიერებას. ამ პროცესში განსაკუთრებული როლი ენიჭება კერძო სექტორს და იმ კომპანიებს, რომლებიც ჰიდრო და მზის ენერგიის მიმართულებით ახალ პროექტებს ანვითარებენ. როგორ აფასებს კერძო სექტორი დარგში დანერგიილწამახაისებელ მექანიზმებს, ხედვას და სტრატეგიას სტუმართან, იბერკომპანი ჰოლდინგის გენერალურ დირექტორთან ლევან დიასამიძესთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით ბატონ ლევან, პირველ რიგში დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. ლევან, დავიწყოთ თქვენი ჰოლდინგით, როგორც ჩემთვის ცნობილია, სხვადასხვა სექტორში ოპერირებს თქვენი შვილობილი კომპანიები და ერთ-ერთი ასეთი არის ნავთო ბიზნესში და ენერგეტიკის ნაწილში. 7 ჰიდროელექტროსადგური და 2 მზის მიკროელექტროსადგური. დაახლოებით რა ჯამურ დადგმულ სიმძლავრეზე შეგვიძლია ვისაუბროთ და საინვესტიციო ღირებულება ამ პროექტების რა არის? დაახლოებით საუბარი არის 150 მეგავატის ფარგლებში სიმძლავრეზე და ჯამური ღირებულება, თვითონ საინვესტიციო ღირებულება პროექტების 200 მილიონის ფარგლებში არის. შესაბამისად ვფიქრობთ, რომ საკმაოდ ესეთი მსხვილად ვარ წარმოდგენილი დარგში და ვფიქრობ, ჩვენთვის ჰოლდინგში ერთ-ერთი საყვარელი მიმართულება არის, საყვარელი იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ საქმეც ძალიან საინტერესოა და მეორე ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან რამეს ვაკეთებთ. ჩვენ ვიცით, რომ ხშირად მომისმენია ბევრისგან, რომ აი ჩვენ არა გვაქვს ნავთობი, ჩვენ არა გვაქვს რაღაც იქ სხვადასხვა ოქრო და სხვადასხვა ესე ვთქვათ ძვირადღირებული აქტივები, თუმცა კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენ გვაქვს ელექტროენერგიის გამომმუშავების საკმაოდ სერიოზული რესურსი და დღევანდელი მდგომარეობით ქვეყნისთვის და მსოფლიოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი აქტივი გვიჭირავს, ესე ვთქვათ, მაგრამ ეს აქტივი უნდა გავხადოთ ფულად, უნდა ვაქციოთ ფულად და აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი კოორდინირებული მუშაობა სახელმწიფო სექტორების, ბიზნესის და სამოქალაქო სექტორის, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ძალიან წინააღმდეგობები მოვდივართ ხოლმე რიგ საკითხებში, რაზედაც აუცილებლად ვისაუბრებთ. თქვენ პორტფოლიოს რო დავუბრუნდეთ, საკმაოდ დივერსიფიცირებულია, თუმცა აი უფრო კონკრეტულად რო ვილაპარაკოთ, ექსპლუატაციაში ჰესები, რაც არის შესული. ჰიდრორესურსი თქვენ ახსენეთ, რომ ჩვენი უხვი რესურსია და აი ამ მიმართულებით მინდა გითხოთ, თქვენი გამოცდილება რა არის ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის თვალსაზრისით. იმას არ შევეხები, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ თითოეული გენერაციის ობიექტი დამატებითი ეკონომიკური დოლათია ქვეყანაში. თქვენი გამოცდილება ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობა, ის პროექტები, რაც გაქვთ საპროექტო არეალში მცხოვრები ადამიანებისთვის, მოსახლეობისთვის განხორციელებული სოციალური პროექტები როგორია და დასაქმების კუთხით რა გამოცდილება გაქვთ? ჩვენ სულ როდესაც მოსახლეობასთან გვაქვს შეხვედრები, ყოველთვის ვახდენთ აქცენტირებას იმ საკითხებზე, თუ რა დოლათს მიიღებს მოსახლეობა, ადგილობრივი მოსახლეობა, თორე ისე სისტემისთვის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ყველა საქმეში არის. მოსახლეობისთვის ხშირ შემთხვევაში გვაქვს სოციალური პაკეტები, ესე ვთქვათ, და სოციალურ დახმარებას ვახორციელებთ. ეს ცალკე რო გამოვყოთ, ყოფილა შემთხვევების სპორტული დარბაზის აშენების, გზების გარკვეული რაოდენობის საერთო საჭირო სოფლებისთვის, საერთო საჭიროების, საერთო მოხმარების, ესე ვთქვათ, ინფრასტრუქტურის განახლების და ან შექმნის. თუმცა კარგად უნდა გვესმოდეს, როდესაც საუბრობთ 200 მილიონიან პროექტზე ჯამში და ინვესტიციაზე. საუბარი ამ შემთხვევაში არის, რომ დაახლოებით 60%, 50-60%, მოდი ესე ვთქვათ, სამშენებლო ნაწილს უჭირავს. სამშენებლო ნაწილში იგულისხმება, რომ აუცილებლად უნდა დავასაქმოთ მოსახლეობა, რომელიც ირგვლივ არის. აუცილებლად მოგვიწევს მათი, ესე ვთქვათ, სახლების, სასტუმროების ქირაობა. იმხელა ინვესტიცია არის, რომ გარდა იმისა, რომ პირდაპირი ეფექტი შეიძლება მიიღოს, არაპირდაპირი ეფექტი ბიზნესი ამუშავდება. რეგიონისთვის თქვენ წარმოიდგინეთ, სადაც შენდება 40 მილიონიანი
ჩვენ 60 მილიონიანი ჰესი და მოსახლეობა ჯამში შეიძლება იყოს 15-20 ადამიანი, უბრალოდ აი ეს ინვესტიცია იმხელა ეფექტების მომტანია. ეს ერთი ნაწილი აი პირდაპირი, რომ თვითონ დასაქმდებიან, მათი ტექნიკა დასაქმდება, ბიზნესები, რომლებიც მოემსახურება ამ ადამიანებს, ყვება ჭირდებათ, დარჩენა, დაძინება და ასე შემდეგ. და შემდეგი ნაწილი, მესამე ნაწილი არის ასევე ქონების გადასახადი, რომელიც ასევე რჩება მუნიციპალიტეტს და ეს არის ჰესის არსებობის, მთელი არსებობის პროცესში. და ვფიქრობ, რომ აი ეს სამი კომპონენტი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მოსახლეობაც კმაყოფილი ვყავდეს და ჩვენი პროექტებიც შევქმნათ. თუმცა სამწუხაროდ არის ხშირი შემთხვევები, როდესაც მიუხედავად აი ამ კომპონენტების დაალაგებისა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა კვლევები გვიჩვენებს, რომ ეს შეიძლება აშენდეს, რისკები არის მინიმალური, გარემოზე ზემოქმედება არის მინიმალური, ცოდნები ზოგადად მოსახლეობაში არის საკმაოდ დაბალი ჰესებთან მიმართებაში, განწყობები საკმაოდ ესე ვთქვათ რთულია ამებთან ჰესებთან მიმართებით და არის რიგი ჯგუფები, რომლებიც სარგებლობენ და ესე ვთქვათ ხანა აბუნტებენ მოსახლეობას, პროექტები ჩერდება და ყოველი შეფერხებული, შეჩერებული პროექტები უამრავი, ესე ვთქვათ, დანახარჯია და ინვესტორისთვის საფრთხეა, რაც შემდეგ შეიძლება პროექტის საერთო შეჩერება გამოიწვიოს ან გაწყვეტა. აი ეს გულს მწყვეტს ხოლმე და მინდა რომ ეთანხმებით, რომ ერთი ჩემი გადმოსახედიდან ერთ-ერთი გამოწვევა რაც დარგს აქვს, შეიძლება ესე რომ ნაკლები ცოდნა ადგილობრივ მოსახლეობაში უფრო მეტი სამუშაოა მათი ცნობიერების ამაღლების კუთხით, თუმცა მინდა რომ კითხოთ სახელმწიფოსა და კერძო სექტორთან თანამშრომლობაზე. ის წამახალისებელი მექანიზმები, რაც არის დანერგილი საქართველოს მთავრობის მხრიდან. რამდენად საკმარისია დარგის სწრაფი განვითარებისთვის? მოდი ესე ვთქვათ, რამოდენიმე ესე ვთქვათ წრი არის, რაც ხელს უწყობს და რასთანაც კავშირი აქვს ჰესებს ამ შემთხვევაში და ბიზნესს, რომელიც ენერგეტიკის სფეროშია ჩართული. ეს არის ელექტროსისტემა, სადაც ვახცენთ დაერთებას, ესე ვთქვათ ჰესების და აქ მნიშვნელოვნად არის შეცვლილი სიტუაცია. ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში არაერთი პროექტი დაისტარტა და გაფორმდა ხელშეკრულებები, ეკონომიები გაკეთდა მნიშვნელოვანი და ეფექტურობაზე დაიწყეს მუშაობა, რისთვისაც ვანოს ძალიან დიდ მადლობა მინდა გადაუხადო, ძალიან აქტიურად არის ჩართული. მეორეს მხრივ არის CFD მექანიზმი, რომელიც შემოვიღეთ და ინვესტორებთან სასაუბროთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმი არის, როდესაც ინვესტორმა იცის, რომ გარანტირებულად გაეყიდება, ერთადერთი რისკი რჩება პროექტის განხორციელება. აი ზუსტად ამ რისკში შემოდის მოსახლეობის ნაწილი. და მე ვფიქრობ, რომ დღეს სახელმწიფოს როლი, რაც შეიძლება იყოს მაქსიმალურად არის, ესე ვთქვათ, და გააზრებულია, რომ ეს არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, მაგრამ გვრჩება ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, ეს არის კაპიტალი, equity-ის ნაწილი, რომელიც ძალიან ძვირია დღეს საქართველოში და ამაზე სხვაგვარად გვაქვს საფიქრელი და საზრუნავი. აი რას გულისხმობთ? ან თქვენი რაღაც რეკომენდაცია რჩება, იმიტომ რომ ხშირად გაქვთ ხა შეხვედრა სამინისტროს გუნდთან და ზოგადად კერძო სექტორს ხშირი შეხვედრა საქართველოს მთავრობასთან. ეს საკითხი დღის წესრიგში ალბათ აქტიურად დგას. თქვენ როგორ გესახებათ აი ამ პრობლემის გადაჭრის გზები და კიდევ რას გამოყოფდით გამოწვევად, ოღონდ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად. მე ხშირად მომისმენი, რომ ბიუროკრატიული პროცედურებით საკმაოდ აფერხებს პროექტს. კაპიტალთან მიმართებაში და ინვესტიციებთან და რესურსებთან მიმართებაში აღნიშნავ, რომ ჩვენ დღეს საშუალოდ საბანკო სესხის პროცენტი არის 10-11%-ის ფარგლებში, რაც ჩვენი სექტორისთვის არის ძალიან მაღალი და ინვესტორს ხშირ შემთხვევაში აფრთხობს. მეორე ნაწილი თვითონ ზოგადად ბიზნესში საქართველოში კაპიტალის სიმცირეა და ძალიან მნიშვნელოვანია საინვესტიციო ფონდების განვითარება, ფონდების ხელშეწყობა, რაზეც ეროვნული ბანკი სისტემურად მუშაობს, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯებია კიდე გადასადგმელი. მოკლედ, შედარებით იაფი რესურსის საშუალება უნდა გაჩნდეს
გაგრძელდეს და ამის კონკრეტული წყაროები არსებობს და ვფიქრობ, რომ სახელმწიფოში ფიქრობენ ამაზე, ჩვენთანაც გარკვეულ ინფორმაციების გაცვლა არის ამ ეტაპზე და ეს მხარე აუცილებლად მოსაგვარებელია. რადგან ტარიფი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის, ვიცით, რომ აი დღეს ძალიან ესე თქვა ზღვარზე გაიარეს. ძალიან ბევრს ეცადნენ, რომ ტარიფი არ გაეზარდათ, მაგრამ სხვა გზა არ ქონდა. ხვალ კიდევ უფრო კრიტიკული მდგომარეობა გვექნება. რაც შეეხება ბიუროკრატიას, ბიუროკრატიის ნაწილი შემაფერხებელია, რადგან პროექტს როდესაც ვიტყებ, პრაქტიკული გამოცდილება არის, რომ შეიძლება პროექტის ინიცირებიდან დაახლოებით 2-3 წელიც კი დაგჭირდეს სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე. ბევრი რგოლი არის, სადაც ხდება დუბლირება პროექტის გავლის პროცესების, მოდი ესე ვთქვათ, რაც გასასუფთავებელია, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად დაჩქარებული არის და ესეც აღსანიშნავი არ შეიძლება რომ არ აღვნიშნოთ. და როდესაც ამხელა პროექტს აკეთებ, ინვესტორთან საუბრობ, 2 წელი და 3 წელი პროექტის დაწყებამ ძალიან დიდი ვადაა. განსხვავებული სიტუაცია ქარზე და მზის ენერგიაზე. ამ შემთხვევაში ბევრად სწრაფად ხორციელდება და აქაც ძალიან მიხარია ხოლმე დასავლეთისკენ რომ მივდივარ, ესეთ მშვენიერი პროექტები ხორციელდება ფერძეს, ქარის, ესე ვთქვათ, სადგურები. თქვენ აი მზედაქარი ახსენეთ და ამაზე მინდა გკითხოთ, ანუ ხშირად და ყველანი უსვამთ ამას ხაზს, რომ უხვი რესურსი ჩვენი არის ჰიდრო. შესაბამისად პრიორიტეტული რომ განვითარდეს, რა თქმა უნდა არის ჰიდრო. ქარი და მზე დღევანდელი გადმოსახედზე თქვენ როგორ გეჩვენებათ? მომავალ წლებში იქნება თუ არა აქტუალური და მივზიდველი რესურსი საინვესტიციოდ. მზის შემთხვევაში უბრალოდ ხაზს გავსვამ იმას, რომ ჩემთვის ცნობილია მიმდინარე წელს ფასებმა მოიმატა მოდულებთან დაკავშირებით. ეს ფასთა მატება რამდენად მიმზიდველია ინვესტორისთვის, რომ აი ამ მიმართულების განახლებადი ენერგიები განავითაროს. დღევანდელი მოცემულობით ქარი მიმზიდველად გამოიყურება, მზე მეტნაკლებად, იმიტომ გაძვირდა რეალობაში პროექტის განხორციელების საინვესტიციო მოცულობები შეიცვალა, ესე ვთქვათ, და გამომუშავებიდან გამომდინარე, ვიცით, მზიანი დღეები, ვიცით, ამინდი, ასე შემდეგ, სეზონურობა ძალიან ახასიათებს მზეს. ქარი შედარებით უკეთესი ბიზნეს მოდელით გამოიყურება და ჰიდროს რაც შეეხება, აი ეს სამივე დაკავშირებულია ერთმანეთთან, იმიტომ რომ ჰიდროს მდგრადობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ესეთი ცვალებადი მდგრადობის გამომუშავებისთვის. ამიტომ ესენი პარალელურ რეჟიმში უნდა განვითარდეს. ჰიდრო კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა დღევანდელით, აი ვთქვი, რომ პროექტის დასაწყება დაახლოებით 2-3 წელია საჭირო. შემდეგ მშენებლობაზე ალბათ კიდე 3 წელი და 6 წლის განმავლობაში მარტივად რომ მიუდგეთ წელიწადში დაახლოებით 4%-ით 5-ით იზრდება მოხმარება და კიდევ უფრო გაიზრდება. ხედავთ რა სიტუაციაა სხვა ენერგომატარებლებზე, რომლებიც კატასტროფულად არის გაძვირებული. ხედავთ როგორ ვითარდება ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ძალიან დიდი ენერგია ჭირდება. ამიტომ ჩვენ გვაქვს საშუალება დღეს ისე ვართ და ისე უდგებით, თითქოს ვცდილობთ, რომ დავაბალანსოთ ექსპორტ-იმპორტი და ნულზე გავიდეთ და არა, ჩვენ გვაქვს რესურსი იმისთვის, რომ გავიტანოთ, ექსპორტზე გავიდეთ. აქედან გამომდინარე, ყველაფერი უნდა გავაკეთოს იმისთვის, რომ ეს ოქრო, რაც ხელში გვიჭირავს, გარდავქმნათ ფულად და აღარ გქონდეს ერთხელ და სამუდამოდ ამოვწუროთ იმაზე საუბარი, რომ ჩვენ ნავთობი არ აგვაქვს და სხვას აქვს. ჩვენ სხვა რამე გვიჭირავს, რომელიც ძალიან ძვირფასია და ამას სჭირდება სწორად განხორციელება. ჩემი კითხვაც ბოლო ჩვენი საუბრის დასაწყისში სწორედ ამას ეხება, ანუ ჩვენი უნიკალური შანსი გავხდეთ ნეტ ექსპორტიორი ქვეყანა და წყალქვეშა კაბელის პროექტი. აი ეს არსებული გარემო რამდენად უფრო მეტად მივზიდველს ხდის საქართველოს? პირველი ვფიქრობ, რომ ცალსახად მიმზიდველს ხდის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განხორციელდეს ეს პროექტი, რადგან დღესდღეობით აი რაზედაც საუბრობ, რომ ექსპორტი განვახორციელოთ და არ ჩავიკეტოთ ჩვენ მოხმარებაში, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეს შავი ზღვის ეს. ასევე ვიცით, რომ ენერგორესურსები რამდენად მნიშვნელოვანია და რამდენად გამოკვეთს ხოლმე სახელმწიფოს მნიშვნელობას. ამიტომ ცალსახად ვთვლი, რომ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით მიმდინარე რეგიონში მიმდინარე ფონზე ევროპისთვისაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა. კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ბოლოს შემიძლია ვთქვა და დავტოვო ესეთი სურვილი, რომ საუბარი ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს იმაზე,
ავაშენოთ თუ არა? არა, უნდა ავაშენოთ აუცილებლად. საუბარია რომ სწორად ავაშენოთ. სწორი კვლევები ჩავატაროთ, გარემოს რაც შეიძლება მინიმალური ზიანი მივაყენოთ და ვეცადოთ, რომ გასაყიდი ბაზრები, ამ შემთხვევაში ევროკავშირთან ეს დაკავშირებულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ესენი უზრუნველყოთ. აი ეს არის ვფიქრობ ენერგეტიკის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული ხაზი, რომელიც უნდა გავატაროთ. მეც გიერთდებით ამ სურვილში, რომ ქვეყნის შანსი გახდეს მწვანე ენერგიის მიმწოდებელი ევროპის ბაზრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც. მე გისურვებ წარმატებებს, დიდი მადლობა სტუმრობისთვის.